Although there's competitors now ramping up, and as you're familiar with BYD, which is also on the West Coast, I think they're ramping up production of their electric vehicles. Warren Buffett owns 10% stake in that. Why do you laugh? BYD is trying to compete. Why do you laugh? Have you seen their car? სწორედ ასე შეახმაღიმელი ილონ მასკს 2025 წელს, როდესაც BYD-მ ტესლას გაყიდვებში გადაასწრო. 1995 წელს, როდესაც ჩინეთში ტექნოლოგიური რევოლუცია დაიწყო, ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ავტომობილებისა და ენერგეტიკული ინოვაციების სფეროში, იყო BYD. კომპანიის დამფუძნებელი ვანგ ჩუანფუ ჩინეთის ქალაქ შენჟენში ცდილობდა შეექმნა ბიზნესი, რომელიც შეცვლიდა როგორც ელექტროტრანსპორტის ინდუსტრიას, ისე თანამედროვე ბატარეების წარმოების ტექნოლოგიებს. BYD-ის თავდაპირველი მიზანი იყო ბატარეების წარმოება. მათი პირველი პროდუქტი, რომელმაც ყურადღება მიიქცია, იყო ლითიუმ-იონური ბატარეები. პროდუქტი, რომელიც მძლავრად გამოჩნდა როგორც ელექტრონული მოწყობილობების, ისე ელექტროავტომობილების ბაზარზე. 2000-იან წლებში BYD იწყებს გადატრიალებას ავტომობილების სფეროშიც. 女士们、先生们，非常感谢各位光临比亚迪新闻发布会。 2003 წელს მათ წარმოებაში შეიტანეს F3DM, პირველი სერიული ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც მზად იყო მასიური მარკეტისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იმავე პერიოდში კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს სრულად ელექტროავტომობილების წარმოება. BYD-ის სწრაფი ზრდა არ შეჩერებულა მხოლოდ ჩინეთის საზღვრებში. კომპანია მალე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილშიც გახდა ცნობილი. 2015 წელს კომპანიამ გამოუშვა BYD E6, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა. ამის შემდეგ კომპანიამ ბევრ ტექნოლოგიურ მიღწევას მიაღწია, როგორც ელექტროტრანსპორტის, ისე ენერგიის შენახვის სფეროში. დღეს BYD არის ლიდერი ელექტროტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით. კომპანიამ დიდი წვლილი შეიტანა ეკოლოგიური ტექნოლოგიების განვითარებაში. მათი პარტნიორობა მთავრობებთან, ასევე საწარმოებს შორის საშუალებას აძლევს კომპანიას კიდევ უფრო სწრაფად დაიპყროს საერთაშორისო ბაზარი. BYD-ის ისტორია არის ისტორია ინოვაციების, სტრატეგიული გადატვირთვისა და ტექნოლოგიური წარმატების შესახებ. კომპანიამ არა მხოლოდ გადააწყო ჩინური ბაზარი, არამედ გავლენა იქონია მსოფლიოს მასშტაბით ელექტროავტომობილების და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციაზე. BYD-ის ისტორია გრძელდება და რაც მთავარია, მათი მომავალი აგებულია ეკოლოგიაზე, მდგრად ენერგეტიკაზე და სუფთა ტრანსპორტზე.